დღეს უკვე მესამე დღეა, რაც ელენე ხოშტარია, გედევან ფოფხაძე შიმშილობენ პარლამენტთან და ისინი ამბობენ, რომ ეს არის პროტესტის შიმშილობა. ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ის მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება და არჩევნებში არ შევა. ამ თემაზე არ ვიცი, რამდენად ეთანხმება მას გედევან ფოფხაძე. ის ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, თქვა, ულტიმატუმის ენით არავინ საუბრობს, მე საერთოდ არ მაინტერესებს გახარია და ლელორას გააკეთებენ. თუ ერთიანი ფრონტი არ გაჩნდება, რომელიც რეჟიმს დაამთავრებს, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს შიმშილობა შევწყვიტო. მივესალმები გედევანს, გამარჯობა, თუ გესმის ჩემი და პირველ რიგში როგორ ხარ ჯანმრთელობის მხრივ? მადლობა, მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, კარგად და ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ აქვს ჩემ ჯანმრთელობას. კი ბატონო, რაც შეეხება ამ შიმშილობის ასე ვთქვათ მოტივებს, ხო, რაღაც თითქოს გაურკვევება გამოიწვია, ხო, ხელისუფლებამ აიტაცა ეს განცხადება და ამბობს, რომ პირველად ნახეთ, რომ რაღაც ოპოზიციონერები ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ან რაღაცას აიძულებდნენ შიმშილობით და ასე შემდეგ. შენ როგორც ვთქვი, ცოტა განსხვავებული აზრი გაქვს ამ საკითხზე, შენ რატო შიმშილობ მარტივად რო აგეცი? ჩვენი შიმშილობა არის პროტესტი იმისადმი, რაც ხელისუფლებამ შექმნა. არანაირი ოპოზიციური პარტიების მიმართ პროტესტი არ არის. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ უბრალოდ ხელისუფლების არაფერს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ყავს არალეგიტიმური პარლამენტი, იმას, რომ ეს არალეგიტიმური პარლამენტი არაპირებს ახალ სამართლიან არჩევნების დანიშვნას და ვაპროტესტებთ იმას, რომ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი უკანონო პატიმარი. არიან პოლიტპატიმრები, არიან სინდისის პატიმრები და სასამართლო იქცა პოლიტიკური შეკვეთების შესრულების ასპარეზად. ეს სიტუაცია იმდენად კლავს პოლიტიკურ პროცესს, რომ ამისი პროტესტის სხვა ფორმა ამ ეტაპზე არ გამოინახა. რაც შეეხება ოპოზიციასთან მიმართებაში ჩვენ დამოკიდებულებას, ჩვენ არავის კონკრეტულად არაფერს არ ვთხოვთ, უბრალოდ ვსაუბრობთ, რომ თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება ერთიანი ბრძოლის დროშით, უკომპრომისო თანმიმდევრული უშეღავათო ბრძოლის დროშით, ეს რეალობა არ შეიცვლება, თორე ჩვენ არავისგან არაფერს არ ვითხოვთ. რეჟიმია მიზეზი იმისი, რომ ჩვენ შიმშილობთ. რეჟიმია იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში შეიქმნა გაუსაძლისი მდგომარეობა. და ოპოზიციაში ვერა გადაწყვეტილებას მიიღოს ეს მათი საქმე. ჩვენც ამბობ, რომ ხელისუფლებასთან მოთხოვნა არ გაქვს. ხო, შიმშილობა როგორც წესი რაღაც მოთხოვნით იწყება. რომ და ეს მოთხოვნა თუ დაკმაყოფილდება, უნდა შეწყდეს, ხო? ანუ თქვენ მაშინ რა შემთხვევაში შეწყვიტავთ შიმშილობას? მე შიმშილობა შევწყვიტავ იმ შემთხვევაში, ჯერ პირველ რიგში ეს უნდა გადაწყვეტილება მიიღოს ელენემ, იმიტომ რომ ინიციატივა აქციის ამ ფორმის პროტესტის იყო მისი, მე მას სოლიდარობა გამოუცხადე და გვერდში დაუდექი და მიმაჩნია, რომ მისი პროტესტი იყო სწორი. ამიტომ გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით, შეწყვეტასთან დაკავშირებით მივანდობ იმას, ვინც ინიციატორია საპროტესტო ამ ფორმის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ გვექნება როგორც პოლიტიკოსებს ის სივრცე, რომელთაც რეალურად ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, შიმშილობა არ არის ფორმა, რომელთაც უნდა ელაპარაკო რეჟიმს, რომელსაც არ აქვს ემპათია, რომელსაც ყავს ნაწამები და უკანონოდ დაპატიმრებული უამრავი ადამიანი, მე იმას თავი შევაცოდო და უთხრა, რომ აიცი რა, მე შიმშილობ ჩემ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს გავაფრთხილდე და გამოვშვი ეს ხალხი ციხიდანო, ამას რეჟიმი არ იზამს, მაგრამ მეორე მხრივ თუ გაჩნდება ძალა, რომელიც რეჟიმს დაანახებს რეალურად, რომ არის ისეთი რესურსი, რომელსაც ამ რეჟიმის დამთავრება შეუძლია, რეჟიმი მაშინ უკან დაიხევს. ამიტომ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს მაინც ალბათ ელენე და მე ვიქნები სოლიდარული მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ბრძოლის რეალურ ძებზე გადავალთ და რეალურად გაჩნდება ძალა, რომელიც ოცნების თამაშს კი არ თამაშობს, არამედ უკომპრომისად უშეღავათოდ იბრძვის, მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება ის პოლიტიკური სივრცე და ხალხს გაუჩნდება ის პოლიტიკური სივრცე, ვინც აპროტესტებს დღევანდელ რეალობას, რომელშიც ჩვენს შევძლებთ ჩვენი როლის და ჩვენი ადგილის პოვნას. ბატონო, როგორ წარმოგიდგენიათ ამ რაღაც ძალის გამოჩენა ახლა? ხო, ამ დღე ასე უცებ ალბათ ეს ვერ მოხდება. რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს მაშინ ამაზე რო ვისაუბროთ?
არაფერი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს რაღაცა ისეთ დღის წესრიგს ქმნის, რომელიც რეჟიმის დამთავრებაზე არაა ორიენტირებული, უნდა გადავიდეს აი ამ დღის წესრიგით ცხოვრებაზე და ასეთ კონფიგურაციაში მე ჩემ თავს ვხედავ, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში მგონია, რომ უბრალოდ რაღაცნაირად უნდა გავაპროტესტო მაშინ მკვეთრი ფორმით არსებული რეალობა. თუ მე უბრალოდ პროტესტით არ მინდა შემოვიფარგლო, მე მინდა ბრძოლა, მაგრამ ამისათვის საჭიროა არსებობდეს ამ ბრძოლის სივრცე. ხო, აი რატო არ არსებობს ეს სივრცე, რა ახსნა გავს შენ? მე რა აფასებ არსებულ ვითარებას. სივრცე არ არის ჯერ ერთი, იმიტომ რომ რეჟიმია, რეჟიმს უპირისპირდები და რეჟიმი კლავს ნებისმიერ ისეთ გამოვლინებას, რომელიც მის განადგურებაზე ორიენტირებული. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არაერთიანი პოზიცია და მეორე მხრივ არა ასეთი მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული პოზიცია, რა თქმა უნდა, ამ სივრცეს ზღუდავს. ხო, ნუ აი ოპოზიციას უჭირს რაღაც ამ განსაკუთრებით თავარ თემებზე გაერთიანება, ხო? თითქოს აქამდე არ უჭირდა ბოლო პერიოდში, ხო, რაღაცებზე ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა კი. შეთა ეს როგორ უნდა შეიცვალოს, როგორ წარმოგიდგენია? ნუ მე მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ ამდენი პოლიტპატიმარი რო არის, პოლიტიკური ლიდერები რო ციხეებში არიან. ეხლა ჩვენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რეჟიმი როგორ უნდა დავამთავროთ, თუ თუნდაც იმაზე, თვითმმართველობის არჩევნებზე ვინ რა მანდატს აიღებს საკრებულოში. ეხლა დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს რა, უნდა დღის წესრიგი უნდა იყოს განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორ ვითანამშრომლოთ იმისათვის, რომ დავამთავროთ რეჟიმი. ეს უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი. კი ბატონო, არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება კიდევ ერთხელ გვიტყვა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ვიხოთ იმისა, რომ შიმშილობთ, ვიხოთ იმისა, რომ ასეთი განსხვავებული პოზიციებია, ლელო და უკაცრავად გახარიას პარტია არ იცვლიან აზრს. ის კი არა, ნუ სალომე ზურაბიშვილი თავიდან ამბობდა, რომ ის ეწინააღმდეგება არჩევნებს, მაგრამ გუში თქვა, რომ ისთვის თავარი ერთიანობა. ანუ რაზე შეთანხმდებიან პარტიები, მეც იმას დაუჭერო და ახლობით ასე გამოვიდა, ნუ მე ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში და შენს დაუჭერ რაზე შეთანხმდებიან. ვინაიდან პრეზიდენტი ასეთ მოცემულობას გვთავაზობს, მე რა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ბრძოლისათვის. და რა თქმა უნდა, გახარიაც და ლევოს თუ იქნება ამ პლატფორმის ნაწილი, ეს იქნება რეალური გამარჯვება, იმიტომ ეს იქნება ძალიან ძლიერი ძალა, რომელიც ერთიან ფრონტს შექმნის, მაგრამ თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, მე არ მიმაჩნია სწორად, რომ მანდ-მაინც ამ ძალაზე ავიღოთ ორიენტაცია, რომ თუ ის არ იქნება, მაშინ უნდა დავიხოცოთ და შიმშილით უნდა მოვკვდეთ. ეს არ არის სწორი. თუ ჩნდება რაღაცა ძალა, რომელიც უკომპრომისოდ იბრძვის, პრეზიდენტის პირობა, რომ ის სხვანაირ მოცემულობაში არავის მხარეს არ იქნება, ალბათ შენარჩუნდება, ხო, მაგას ხო არაფერი არ შეცვლის. ერთიანობა არჩევნებთან დაკავშირებით ვერ იარსებებს, იმიტომ რომ გუშინაც ხო დავინახეთ ხალხს რა განწყობა აქვს რუსთაველზე, ვინ შეიკრიბა, ის არის მოტივირებული ადამიანები და ამ ადამიანებს უნდათ რეალური ბრძოლა რეჟიმის დასამთავრებლად. რა რეაქცია იყო, როცა გამომსვლელმა პატიმარი ადამიანის დამ თქვა, რომ არა არჩევნებსო მომიტინგეების მხრიდან. ეს ყველამ დავინახეთ, ხო? ეხლა მე პოლიტიკოსი ვარ და თავი არ უნდა მოვიტყუო. მე არ უნდა ვთქვა, რომ საკრებულოში თუ შევალ, მე ამ ხალხის პოლიტიკურ სურვილებს დავაკმაყოფილებ, იმიტომ რომ სიცრუე იქნება და უნდა ვიბრძოლოთ ერთიანი ფრონტით. რა ეტაპზეც მიიღებს ესა თუ ის პარტია ამ გადაწყვეტილებას, ეს მერე შეიძლება მოხდეს, მაგრამ უნდა გაჩნდეს პოლიტიკური პლატფორმა წინააღმდეგობის ისეთი, რომელიც არის უშეღავათო და რომლის კარები ღია ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა რეჟიმის დასასრულებლად. კი ბატონო, ანუ გამოდის რომ ორი პარტია შეიძლება დარჩეთ, ხო, ამ მიმართულებით, იმიტომ რომ თუ ის ორი პარტია არჩევნებზე გავადა. ბევრი ამბობს, რომ ეს ყველაზე ცუდი ვერსია არის, ასე თქვა. ნუ დრო საფიქრალე ყველას აქვს. მე მიმაჩნია, რომ ქართულ ხალხს არ აქვს იმისი დრო, რომ დაგველოდოს ჩვენ. ამიტომ ვიღაცამ უნდა დაიწყოს ეს ბრძოლა, უკომპრომისოდ, უშეღავათო ბრძოლა. აი ეს ბრძოლა კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატოს? მე ვინ როგორ მოიქცევა? პოლიტიკურ სივრცე მათ ექნებათ იმისთვის, რომ ისინი ხო ხვდებიან, რომ ამ ხალხის გარეშე ვინც რეალურად იბრძვის ჩვენთვის, მე რა თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლას აზრი არ აქვს.
ეს ხალხი თუ არ მოვა არჩევნებზე, თუ იმიდან თბილისში რეგიონებიდან ხალხს გადამოწერს ოცნება, რა არჩევნებზე გავდივართ? არ არსებობს ამ ქვეყანაში არჩევნები. მაშინ უნდა კონდეს ელემენტარულად იმისი შანსი, რომ ქვეყანაში არის ესეთი არჩევნები, ხო და არჩევნები არ არსებობს და ჩვენი ამომრჩევლის ხმები, ჩვენ ნოტარიულად კი არ განვიფორმა ამომრჩეველმა, რომ მე ეს ხმები ვიღაცას გადავცეთ. ეს არის ნდობა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს თუ ჩვენ ბრძოლაზე და უკომპრომისობაზე ვარს ვიტყვით, თუ დაინახავენ, რომ ჩვენ არა ვართ თანმიმდევრულები და არა ვართ ბრძოლისთვის მზად, ხალხი ვარს იტყვის ჩვენ მხარდაჭერაზე და მე მიმაჩნია, რომ ეხლა მთავარი პოლიტიკური შემკვეთი არის ქართველი ხალხი, მას უნდა ევროპა, მას უნდა რუსული რეჟიმის, ამ კოლაბორაციული რეჟიმის დასასრული და ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს შეკვეთა. ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური დღესასრიგი. ხო, მაგრამ ის მეორე მხარე კითხულობს, რომ კარგი არჩევნებში თუ არ წავედით, ბოიკოტის მერე რა ხდება? ანუ ეს ბრძოლა კი ამბობთ, მაგრამ კონკრეტული გეგმა არავის არ აგაქვთო და ხალხის ბევრი არის, ვინც ქუჩაში გამოდის, რომელიც ამბობს, რომ ხო, კონკრეტული ვერაფერი მოვისმინეთ, თქვათ, როგორ ვაპირებთ ამ ბრძოლას. შენ გააქვს წარმოდგენილი კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი? მერაბ, ბოიკოტი ამ შემთხვევაში თავისთავადი პოლიტიკური პოზიციაა. საუბარი იმაზე, რომ აი ბოიკოტის მერე რა მოხდება, არჩევნების მერე რა მოხდება. აი ავირჩიეთ თბილისის მერად ლევოს წარმომადგენელი და უკეთესად იმუშავა დასუფთავების სამსახურმა, ხო? ეს არის ჩვენი ამოცანა? აი ბოიკოტის ამოცანა მე ვიცი რაც არის, ეს არის არაღიარება რეჟიმის, მისი დელეგიტიმაცია. და დელეგიტიმიზირებული რეჟიმი კარგავს საშინაო სუვერენიტეტს და ამას ემატება საგარეო სუვერენიტეტის დაკარგვა, რომელშიც ის თვითონაა ჩართული და როცა ასეთი მოცემულობა იქნება, რეჟიმი დაემხობა. ეს არის ბუნებრივი და სწორი პროცესი. ეს არის როცა ხალხი არ აღიარებს იმას, ვინც არის თვითმარქვია და არის უზურპატორი. და ახლა ამასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ საკრებულოს მანდატები გადანაწილდეს უფრო დიდი ლოგიკაა. ნუ მე მაშინ უნდა მომესმინა რაღაცა უფრო რაციონალური, ვიდრე არის ბოიკოტი და ბოიკოტი მე მინახია საქართველოს ისტორიაში, ეს იყო 90 წლის მარტში, ეს იყო ბოიკოტი, რომელმაც მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და მე მგონია, რომ ანალოგიური რამის გაკეთების რესურსი დღეს ქართულ ხალხს, ქართულ ერს გააჩნია და ამიტომ უნდა გავიაროთ ერთად ეს გზა. ვისაც ამაში კითხვის ნიშნები აქვს, მე იმ ადამიანებს ამ კითხვის ნიშნების მოხსნაზე არ ვიმუშავებ. მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ რეჟიმი დამთავრდეს და ყველა თავის კითხვის ნიშნებს თვითონ გაცეს პასუხი. კი ბატონო, თუმცა იგივე ხალხი, ვინც აქციებზე გამოდიოდა ადრე, აღარ გამოდის სწორედ იმ მიზეზით, რომ აი კონკრეტულ რაღაც ნაბიჯებს ვერ ხედავ ამბობს, კონკრეტულ აი სალომე ზურაბიშვილი გამოვა და რაღაცებს იტყვის, მე ისევ დაიშლება აქცია და ასე შემდეგ. და ან ვინმეს თუ აქვსო კონკრეტულად წარმოდგენილი ეს ბრძოლა რა ნაბიჯებით რომ და ანუ ერთ ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი, მესამე ნაბიჯი, ასეთი რამ თუ გაქვთ წარმოდგენილი. ხო და თუ გვინდა რომ ეს ხალხი არ დავკარგოთ, ამ ხალხს უნდა დავანახოთ ეს ბრძოლა. ამ ბრძოლის მთავარი პრინციპი არის არაღიარება, არ თანამშრომლობა, დელეგიტიმაცია რეჟიმის. ამიტომ დაიდო მანდატები, ამიტომ უარი ითქვა მანდატებზე, ამიტომ უარი ითქვა სახელმწიფო დაფინანსებაზე, ამიტომ წავიდა ხალხი ციხეებში. და ეხლა ამ ყველაფრის გადათამაშება არ შეიძლება, არ არის ეს სწორი. თუ მივდივართ დელეგიტიმაციის გზით, უნდა წავიდეთ ბოლომდე დელეგიტიმაციის გზით. მაშინ რა აზრი ქონდა საპარლამენტო მანდატის დადებას და უარის თქმას საპარლამენტო მანდატზე, თუ მე საკრებულოს მანდატისთვის იწყებდი ბრძოლას, ამაში ლოგიკა არ არის. ანუ არათანმიმდევრულობაა მაგასა. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულობა არის. მერაბ ის რომ თუ ვამბობთ, რომ ჩვენ დელეგიტიმაციაზე მუშაობთ, ესე იგი ბოიკოტია დელეგიტიმაციის ფორმა. არჩევნებში მონაწილეობა არის ლეგიტიმაციის ფორმა. ამაში რა არის გაუგებარი? მე ვერ ვხვდები საერთოდ რატო გახდა ეს მსჯელობისაგანი, იმიტომ რომ ეს არის 2x2 4. ხო, კი ბატონო, საბოლოო ჯამში შეიძლება არც ბოიკოტმა გამოიყოს ხო ის შედეგი, რასაც თქვენ ელოდები ან ვინმე ელოდება, იმიტომ ეს ხელისუფლება არ რეაგირებს. დაჯადებამაც ვერ გამოიღო შედეგი, ხო? მაგრამ დღეს кайხოს რო არის მთაწმინდაზე და ჩემთვის როგორც ქართველისთვის ეს არის შედეგი. საქართველოს არის დამოუკიდებელი და ჩვენ გმირები ვყავს, რომლებაც ეს დამოუკიდებლობა თავისი მადლით და თავისი თავგანწირვით შექმნეს. ამიტომ თუ ეხლა ჩვენ მივდივართ ამ ბოიკოტზე, მაშინ
ჩვენ მართლა შევკვიდავთ შემშილობას და მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ თუ ჩვენ გვიტოვებენ მარტო ამ სივრცეს რომ დაიხოცეთო, ეხლა მე მაგაზეც არ დავიხე უკან, მაგრამ იცოდეთ რომ თავის მოტყუება პოლიტიკაში არის ყველაზე არასწორი საქციელი. რეჟიმს უნდა ებრძოლოთ თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ. ეს იძლევა შედეგს. ხოლო კეკლუცობა და მისი ლეგიტიმაცია იძლევა ცუდ შედეგს. ხო, უბრალოდ ბოლო კითხვა აძლიერებს რეჟიმს. ხო, მაგრამ ხელისუფლებას რეაქცია არაფერზე არ აქვს. ხო, ხედავ, ანუ არც ქუჩაში ბევრ ხალხზე, არც პროტესტზე, არაფერზე და ამან გაუჩინა ნიჰილიზმით ბევრს, რომ ნუ აზრი არაფერს არ აქვს ამასთან, იმიტომ რომ ამიტომაა საჭირო აქტიურობა, საჭიროა კამპანიური ხასიათი ამ ბოიკოტის, საჭიროა იმისი დემონსტრირება, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე და საშინაო დონეზე, ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი. და რამდენი ხანი იქნება ხელისუფლება სირაკლემის პოზაში, მე მაგას ვნახავ რა და ყველა ვნახავთ მაგას, რომ ბოლოს სირაკლემას თავი დარჩება მიწაში და ტანი დაეცემა უსულოდ. გასაგებია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და გამძლეობას გისურვებ პირველ რიგში და მადლობა მერაბშენ.